და შემოვიდა ძალიან აქტიურად ლუკა ღვინჯილია. ისიც არის ხო ევროპის ვიზიორი, როგორც ასაკობრივია, ეს უფროსებში არის. ღვინჯილია, რომელიც წლიდან წლამდე უკვე რამდენიმე წელიწადია ძალიან სტაბილურად ცდილობს გამკვიდრებას ეროვნულ ნაკრებში. და აი შანსი რომ პირველი ნომერი გახდეს. 23 წლამდელების ფინალში ის ბოლო წამებზე დამარცხდა ერთ-ერთის წინ ნიკა ზანგალაძესთან ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო. გოლში დეკემბერში გაიმართა ეს ჩემპიონატი და ეხა ზანგალაძე აქ მესამე კაცებში უკვე მესამე ადგილზე დარჩა, ღვინჯილია უტევს ჩემპიონობას. თითქმის ყოველწლიურად მაინც მედალოსნებში იყო ღვინჯილია. წინა ჩემპიონატზეც ბრინჯაო ჰქონდა მას მოპოვებული. შეტევის მცდელობა ჰქონდა, ეხლა დინგაშვილს მაგრამ გააკონტროლა ის ზემოდან ღვინჯილიამ და ეხლა ცოტა სიმკვირცხლე თუ გამოიჩინა, შეიძლება ზემოდანაც მოაქცეს აღარაც აღმსაჯმა. თუმცა რაღაც პირველი წუთები მაინც უფრო მე ყოველ შემთხვევაში მგონია რომ დინგაშვილი ოდნავ უფრო აქტიურობს. აი პირველი საქონდა ეხლა ღვინჯილიას ფეხი შესვლის ესეც ცოტა ისეთი რო გზას მომთორებ რა გზა მაინც და მაინც დიდი მცდელობა არ იყო. რეალური მცდელობა და აი ზუსტად ეხლა ღვინჯილიას აფრთხილებენ აძლევენ შემჩნევას ხაჯები მოუწოდებენ გააქტიურებისკენ. პირველი წუთი გავიდა. ესე დინგაშვილი ძალიან სწრაფი მიტანება. კიდეზე ყავდა ეხლა ღვინჯილიას მაგრამ უხლებით გავიდა და ეს არ ფასდება. ვერ მიიღო ამაში ერთი ქულა. კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და ალბათ ახლა თუ არ რეაქტიურდა, მაშინ 30 წამი უნდა ჩაუხდონ წესით ღვინჯილიას. დიახ, უკვე საჭმა გაიშვირა ხელი და ღვინჯილიას ჩაურთავენ 30 წამიან საჯარიმოს. ჩაურთეს კიდეც. ისევ დგომში, ისევ ზონის ცენტრში გრძელდება შეხვედრა, დაწინაურებული ჯერჯერობით არ გასულეს 30 წამი. აი ხა გავიდა და დაწინაურდა უკვე აქ რობერტ დინგაშვილი. აქ თავარი ამბები მეორე პერიოდში დაატრიალდება, როგორც ჩანს, უკვე ასეთი პერიოდი ჩანს, კიდევ ერთიც და დინგაშვილის ფეხი აუღო, თუმცა გზევიდან მოიქცა მაინც ღვინჯილია. აქ ხა საფათო მოძრაობა დინგაშვილის მხრიდან და სწორედ ამას მეანიშნებდა ღვინჯილიას მწვრთნელი და მსაჯმაც ამიტომ გააჩერა. ეხლა შენიშნოს აძლევს რომ ასეთი მოქმედება არ შეიძლება. ანუ ისეთი მოქმედება, რომელიც სარისკოა და რომელმაც მეტოქე შეიძლება ზიანი მიაყენოს. ნახევარი წუთი. პირველი პერიოდის დამთავრება. ნაკლებად მოსალოდნელი რომ დარჩენილ აი ამ რაღაც რამდენიმე წამში რაიმე მოხდეს ან რომელიმე გააქტიურდეს ამ დონეზე. დამთავრდა პირველი პერიოდი და იწყება ნახევარწუთიანი შესვენება. დამთავრდა პირველი პერიოდი, რომელიც რობერტ დინგაშვილმა მოიგო მინიმალური ანგარიშით 1-0. დაბრუნდნენ ლეიბზე და იწყება მეორე პერიოდი გადამწყვეტი სამწუთიანი მონაკვეთი. ხო, თითქოს და უფრო მეტი მცდელობების მიუხედავად მოქმედმა ჩემპიონმა და ევროპის პრიზიორმა
რობერტ დინგაშვილმა მაინც ვერ მოახერხა ერთ ქულაზე მეტის მოპოვება, ვერ მოახერხა გდების გაკეთება. და შესაბამისად, თქვათ, გარანტირებული ვერ აქვს უპირატესობა. ახაც მეორე ნახევარში ცხინჯილიას ჩაუხდეს 30 წამი. იქნება ამან უშველოს, იმიტომ რომ რაღაც გულის აღება ჭირდება მას მე ერთი ქულაც და შეიძლება ის გავიდეს უკვე წინ, თუმცა ამჯერად იგი დგას ორი ქულით ჩამორჩენის წინაშე. 14 წამში თუ ვერ გააკეთა ილეთი 2-0 დაწინაურდება რობერტ დინგაშვილი, დარჩა 10 წამზე ნაკლები. აი ამ საჯარიმოვის 10 წამის ამოწურვამდე და აქ უფრო ახლოს ქულასთან ახლოს იყო დინგაშვილი, შემდეგ თითქოს შემოატრიალა სიტუაცია ღვინჯილიამ. საბოლოო ჯამში უშედეგო დასრულდა ეს ეპიზოდი და 30 წამიანის საჯარიმო გავიდა. 2-0-ია კიდევ ერთი ქულა მისცეს საჯემო დინგაშვილს და ლუჯი ბალიში შემოვარდა ხალიჩაზე ეს იმას ნიშნავს რომ ღვინჯილიას მხარე აპროტესტებს აი ამ ბოლო მოქმედებას. აი აქ აი ამ ეპიზოდში მიიღო დინგაშვილმა ერთი ქულა. ესეთი რთული ეპიზოდი იყო. ხო ალბათ ხალიჩიდან გაყვანისთვის ილეთი აქ არ ყოფილა, ილეთის მსვლელობა ღვინჯილიასაც ჰქონდა, ნახოთ როგორ გადაწყვეტენ. საჯები არის ამოვიცხულიო პირიქით ღვინჯილიას ერგოს აქ ქულა ესეთი ომხრივი დება იყო. აი აქ უფრო აქტიურია დინგაშვილი და შემდეგ კონტრილეს ცდილობს თითქოს ღვინჯილია და რომელი უფრო ადრე გადავიდა რაც მარიცის. ყოველ შემთხვევაში აქედან ჩვენ ვერ შევამჩნიეთ. საჯები გაარკვევენ ახლა ამ სადავო ეპიზოდს. ის ერთი ქულა დაკარგა 30 წამის გამო 2-0 იქნება მინიმუმ და შემდეგ აი ეს ბოლო შებმა როგორ შეფასდება. ანუ ვის შეუთვლიან ამას ახლა გდებათ, აქ უბრალოდ გაყვანაზე არის ლაპარაკი. ხო, ნუ გდებასთან უფრო ღვინჯილია იყო ახლოს, მაგრამ უკვე ორივე გასული იყო იმ მაგდროისთვის ხალიჩიდან. ჯერჯერობით გრძელდება ეს განხილვა, თქვენ ეკრანებზე ხედავთ საჭდამაგიდასთან შეკრებილ არბიტრებს. ხო, მე მართლაც ესეთი სანტიმეტრების საკითხი იყო, შეიძლება მილიმეტრებისაც შეგვიძლია ჩვენ პრინციპში კიდევ ერთხელაც ვნახოთ, ხო, ის მონაკვეთი. აი ეს ეპიზოდი არის. ახლა იწყებდა დინგაშვილი და შემდეგ ასრულებდა ღვინჯილია. ვინ გავიდა იქ პირველი? მგონი აქ ეს დინგაშვილი გავიდა უფრო შეეხო ბეჭი და თავი. უფრო პირველი. ანუ შესაბამისად არ არის გამოვიცხული 2-1 გახდეს ახლა ანგარიში. ღვინჯილია ნამდვილად არ გასულა და შემდეგ მეტოქის მცდელობის შემდეგ გავიდა დინგაშვილი. ჩვენ ასე მოგვეჩვენა აქ საჯმა ერთი ქულა აჩვენა დინგაშვილზე. აი ეს არის მესამე ქულა რომელიც მას დაემატა. ჩამოართვეს ერთი ქულა აქ დინგაშვილს და დაუმატეს ღვინჯილიას. ხო, ჩვენ ნახეთ ეგ სამჯერ თუ 4-ჯერ გამეორებით მართლაც ესე იყო პირველად გავიდა ხალიჩიდან რობერტ დინგაშვილი შესაბამისად 2-1 გახდა ანგარიში. ხომ, ეხლა დაგვიდასტურებენ. ტაბლო არის ჯერჯერობით გათიშული და ამის გამო არ იწყება შეხვედრა. კი ბატონო 2-1. 2-1. კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. ხო, ზოგადად რამდენიმე წამით ადრე გაიკეთებინა მომხდარიყო ეს ეპიზოდი იმ ერთგულასაც არ დაკარგავდა ღვინჯილია და 1-1 იქნებოდა.
უკვე ღვინჯილიას უპირატესობით. ძებევია დროწუთ ნახევარი. დიდ დროს აკმარისი არის ჯერ ასეთი სვავების გასაკვეთად. აი აქ ახლა გაიყვანა დინგაშვილმა გარეთ ღვინჯილია და 3-1 გახადა ანგარიში. ისე აუღო ფეხი ღვინჯილიამ, თუმცა აქ დინგაშვილიც კარგად იცავს თავს. დაუძურა ამ ეპიზოდიდან მეტოქეს. ხო, აქ კიდევ იქნება ქულები, როგორც ჩანს. წუთი და 7 წამი. ისე მოულოდნელად იოლად შეუშვა ხა ღვინჯილიამ ჯერილეთი არ არის დაფიქსირებული. აქ ღვინჯილიაც კარგად იცავს თავს. აი კარგი მოძრაობას, კარგად გამოუდო მეორე ფეხზე. ხალიჩიდან ერთი ხულაკი გადაარჩინა, მაგრამ დროც ცოტა დარჩა. 56 წამი და 4-1 უნდა გახდეს ახლა. ანგარიში კიდევ ერთხელ ორი ხულა მისცეს. გაიქცასაც ნუ ვიტყვით აქ მეორე ფეხი ძალიან კარგი, მეორე ფეხზე ძალიან კარგად გამოსდო ფეხი დინგაშვილმაც. ხო, ალო ილეთად ჩაუთვალეს და აპროტესტებენ, აპროტესტებს აფხაზური მხარე. ანუ რას აპროტესტებენ ალბათ იმას რომ მხოლოდ ალბათ გასვლას ითხოვენ ისინი, ალბათ 4-1 უნდა გახდეს მათი აზრით. ანგარიში, ნუ რაღაც მნიშვნელობა ამ 5 წლებსა და განსხვავება 5 წლებსა და 4 წლებს შორის არის, მაგრამ 4-1-იც დიდი უპირატესობაა, 46 წამია დარჩენილი შეხვედრის ბოლომდე. შემდეგი ბრძოლა ჩვენ გვექნება გადავალთ 70 კილოში. ლუკა ვანიშვილი გორელი და ამბროლოველი ნიკა ბეშიძე იჭიდავებენ ბრინჯაოს მედლისთვის, გვერდით ხალიჩაზე შმაგიცოდუა სამტრედია და ლევან ქელეხსაშვილი ხაშოვი. და შემდეგ გვექნება ამ წონის ფინალი, აკაკი ქემერტელიძე და დავით ფაცინაშვილი. ქემერტელიძე გახლავთ 70 კილოში. შავშანდელი ჩემპიონია, კი ბატონო. ევროპის ფინალისტი. კი. საჯები ჯერ ისევა არ ყვევენ ამ ეპიზოდს, არ დამთავრებულა ვიდეო განხილვა. აი მე მგონი ხა დამთავრდა უკვე და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ვიხილავთ. ნუ ორი ვარიანტი უკვე 4-1-მდე ჩამოვა და 6-1-მდე. სულაც არ დამთავრებულა, ეხლა პირიქით სხვა კამერა მოითხოვებს საჯებმა და სხვა კუთხიდან დააკვირდებიან ამ გდებას. ხო, ნუ თუ იყო გდება, კი ბატონო, მაგრამ ფეხი გამოსდო და დააფიქსირა, რომ 3 წერტილით მე მგონი ვერა. ანაკო იქამდე გაიქცა ღვინჯილია. ხა გასული იყო გარეთ, რომ ზეფიქსირებინე გარეთ იყო. და ხო, დაფიქსირება რაღაცა ცოტა მეც მომეჩვენა საეჭვოდ. ხო, მოკლედ ან 4-1 გახდება, ან 6-1 თუ არ გამარჯვება ღვინჯილიას მხარის პროტესტი. უფრო ალბათ 4-1. ილეთი დაიწყო დინგაშვილმა და დაასრულა საერთოდ ხალიჩის მიღმა. ვიდრე აქ შესვენება არის, მოგახსენებთ და შევახსენებ ტელემაყურებლებს, როგორ იგზით მივიდნენ სპორტსმენები ფინალამდე. დინგაშვილი მე-4 ფინალიდან ჩაერთო და საერთოდაც მოგახსენებთ რომ და შეგახსენებთ ამასაც რომ 51 კილოგრამშიც, ისევე როგორც კიდევ ზოგიერთ ამდენიმე წონით კატეგორიაში მონაწილეთა სიმცირის გამო საკვალიფიკაციო ეტაპიდან პირდაპირ გადადიოდნენ მე-4 ფინალში და სწორედ მე-4 ფინალიდან ჩაერთო შეჯიბრებაში განთესილი დინგაშვილი, რომელმაც მოუგო იმავე გორელ არველაძეს და მეორე გორელ ბოჭორიშვილს.
ძალიან კარგი შეხვედრა იყო, თუმცა დინგაშვილის რაღაც გარკვეულ ეპიზოდებში რაღაც კლასი მაინც უფრო იკითხებოდა და ჩანდა, ხოლო რაც შეეხება ღვინჯილიას მას მეოთხე ფინალში მეტოქი არ ხავდა, ვინაიდან ორივე მეტოქე მოხსნილი იყო იქ მელაძე და დარჩიძე. ხო, არ ჩანს არც ერთი მუხლი არ შეუხია აი ამ გამეორების მიხედვით ღვინჯილიას თითქოს. ხოლო ნახევარფინალში ღვინჯილიამ დაამარცხა ზანგალაძე. ასეთში გაიწელა ეს ჩვენი პირველი ფინალი. ძალიან გაიწელა. ორი ისეთი დიდი ხანგრძლივი განხილვა ჰქონდა. ჩვენ დღეს გვექნება პლუს უნდა გავითვალისწინოთ დაჯილდოებების ცერემონიალი, ну სადღაც 2 საათს გაგრძელდება ალბათ. ქულავის დააბუნეს უკან მოკლედ ბალიში და ანუ 4-1 გახდება ანგარიში. დაბრუნდება 4-1. თუმცა ეს დიდი შეღავათი, მცირე შეღავათი არის. კი ბატონო, აი უკვე 4-1. 46 წამი იყო დარჩენილი შეხვედრის ბოლომდე. თუმცა ჯერჯერობით დარბაზის ტაბლო საერთოდ არ შეხვდა, ეს ჩვენს ტაბლოზე არის 4-1 დაბრუნდა ძველი ანგარიში. დარბაზის ტაბლო ჩაერთო და იქაც 4-1 გახლავთ. კი ბატონო, ხო აბანგზე უნდა წავიდეს. 40 წამი შეხვედრის დამთავრება. ლუკა ღვინჯილია და იქნია ერთხელ ვერაფერი ნახევარი წუთი. ჩოქჯენი და ტრიალიუშველის ღვინჯილიას, თუმცა ამისთვის დარჩა 18 წამი. თავდება უკვე თანდათანობით 15 წამი და 4-1 გახლავთ რობერტ დინგაშვილის, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ევროპის მედალოსანის ყვარლელი ათლეტის სასარგებლოდ შეხვედრა და 4-2 თუ არ იყო გაყვანა, არა მიიღო ამაში ქულა, მუხლებზე იყო ყავდა მეტოქე. 0-4 წამი, ანუ 1 წამიც რობერტ დინგაშვილი ინარჩუნებს საქართველოს ჩემპიონატის ტიტულს და ალბათ წელსაც პირველი ნომერი იქნება ამ წონით კატეგორიაში. თუმცა ეს საქართველოს ჩემპიონობა ამას ცალსახად არ წყვეტს, შემდეგ რაღაც საერთაშორისო ტურნირები იქნება, მაგრამ ჩვენ გულში მყავდა თანაწამყვანი ჩემი გახდათ ბატონი დავით ოტიაშვილი, ნაკრების სამწუხარო შტაბის წარმომადგენელი და მანაც იგივე თქვა, რომ საერთაშორისო ტურნირებიც გვექნება და კიდე დავაკვირდებით ყველას. ჩვენ კი ველოდებით უკვე 70 კილოგრამში მორიგ